გამარჯობა. მე ვარ თეონა ამაღლობელი და თქვენ უყურებთ მერაკის პოდკასტ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმოდგენია არაფორმალური განათლების ინსტიტუტი მერაკი, სივრცე შენი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. ძალიან დიდ მადლობას გიხდი იმისთვის, რომ კვლავ დაბრუნდით ჩვენ სივრცეში, ჩვენთვის თითოეული გამომწერი ძალიან ძვირფასი, ასე რომ თუ ჯერ კიდევ არ ხართ ჩვენი გამომწერი, ძალიან გამიხარდება თუ გამოგიწერთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სპონსორია ყვავილების მაღაზია Sunflowers-ი. ეს არის ადგილი, რომელსაც პირადად მე წლებია ვირჩევ და ვენდობ. ჩვენი კიდევ ერთი სპონსორია მაღაზია Opsi, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ Victoria's Secret-ის ორიგინალი პროდუქცია. ხოლო ჩვენი დღევანდელი სტუმარია მედია დოლიძე. მედია, გამარჯობა, ძალიან დიდ მადლობას გიხდი იმისთვის, რომ ხარ დღეს ჩემი სტუმარი. ძალიან საინტერესო ამბები გვაქვს დღეს მოკლედ მოსაყოლი თემები. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და რაღაც ანთებულები ვართ ორივე და ძალიან მიხარია რომ აღმოგაჩინე, ძალიან მიხარია რომ გიპოვე. მოყვები დიდი ხანია სოციალურ ქსელში და მე ვფიქრობ რომ აკეთებ ძალიან საინტერესო საქმეს. ეხლა კი მინდა მთავარი ამბით გადავიდე და ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი კითხვით დავიწყო. რატომ ვერ აღწევენ ადამიანები წარმატებას? აი რა საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა გვიშლის ხელს იმაში რომ გავხდეთ წარმატებულები? გამარჯობა პირველ რიგში და ძალიან დიდი მადლობა თეონა მოწვევისთვის. ჩვენ უკვე ბევრი ვისაუბრეთ და ძალიან საინტერესო შედგა ჩვენ შორის ეს ქიმია. იმედია რომ მაყურებლისთვისაც ესეთივე საინტერესო იქნება ჩვენ დღევანდელი თემა და რაც შეეხება შენს კითხვას, აქ შეიძლება ძალიან ბევრი მიზეზი იყოს, მაგრამ მარტივად რომ გამოვიყვანოთ, ხო, ძირითადად არის ორი კომპონენტი. ეს არის შიში და შიში შეიძლება იყოს ძალიან განსხვავებული და მრავალფეროვანი და მეორე სისტემის არ ქონა. რას გულისხმობს შიში, რომ ჩვენი ფსიქიკა მარტივად რომ ვისაუბროთ ტერმინების იმის გარეშე ისე არის მოწყობილი, რომ მას სურს რომ ვიყოთ მუდმივად ნაცნობ გარემოში, ვინაიდან უცნობი გარემო წარმოადგენს საშიშროებას და შესაბამისად არ არის უსაფრთხოდ აღქმული ჩვენი ფსიქიკის მიერ. და რა ხდება, რომ მეორე ეტაპზე შემოდის სხვადასხვა ტიპის შიშები. ეს შეიძლება იყოს წარუმატებლობის შიში, რა სიტყვიან ჩემზე, თუ არ გავამართლე. ეს შეიძლება იყოს ასევე წარმატების შიში, იმიტომ რომ წარმატებული თუ გავხდები, შეიძლება დავკარგო ის გარემო, ვისაც ერთად ეხლა ვარ. შეიძლება ისე შეიცვალოს ჩემი ცხოვრება, რომ არ ვიცი მზად ვარ თუ არა გავუმკლავდე შედეგად, რაც მოაქვს ამ წარმატებას, ხო? ეს შეიძლება იყოს თვით გამოხატვის შიში, ისევ რომელიც მიბმული არის შეფასებასთან, ვინ როგორ შეაფასებს იმას, რასაც მე ვაკეთებ. და ესია შეიძლება უსასრულოდ დავასახელოთ, გააჩნია ადამიანის ქვეცნობიერ პროგრამებში რა შიში დომინირებს. მადლობა. ნახე წეგან ახსენე შიში და მეორე კიდევ სისტემა, ხო? სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია. სისტემა ჩემი აზრით ხშირად სისტემას შეუძლია ხშირად პირიქით აჯობოს ამ შიშს. რატო? რომ ჩვენ აი უნდა ცოტა იდენტობის საკითხს შევეხო, რომ ის ცხოვრება, რომელთაც ჩვენ ცხოვრობთ ამ ეტაპზე, არის ჩვენი იდენტობის, ანუ ვინ ვარ მე დღეს, იმის მაქსიმუმი. იმისათვის, რომ მე ერთი საფეხურით ზევით ავიდე, ცოტა უფრო უკეთესი ცხოვრება შევქმნა, ან ცოტა უფრო უკეთესი ვერსია გავხდე, საჭიროა ჩემი იდენტობის რაღაცა ნაწილების დეკონსტრუქცია. ხანდახან სრულად მოშლა, რომ ახალი იდენტობა და ახალი ფუნდამენტი შეიქმნას. მაგრამ ამისთვის რა არის საჭირო? მე ერთ დღეში ესე ვერ შევიცვლები, ხო, რაღაცა რო არის ხოლმე ტრანსფორმაციული ერთდღიანი, ორდღიანი ვორქშოპები ან რეტრიტები. ძალიან კარგი მარკეტინგული დასანონსებელია, მაგრამ რეალურად ტრანსფორმაცია ერთ და ორ დღეში და ხანდახან ორ თვეშიც არ ხდება. შენ შეიძლება საფუძველი ჩაუყარო. ისევ რომ დაუბრუნდეთ სისტემას. ერთი არის რომ მე გადავწყვიტე რომ მე მინდა ცვლილება. მაგრამ ეს ენთუზიაზმი შეიძლება ერთ დღეში, ორ დღეში
გაქრეს რატო რომ ჩვენ გარდა ყველაფრისა ვართ ბიოლოგიური არსებები რომლებშიც არის სხვადასხვა ქიმიურ ბიოლოგიური პროცესები ესე რომ ვთქვათ და რაღაცა რომ მიდის განსხვავებულად შეიძლება მარტო ამ ბიოლოგიის გამო ქიმიურ ბიოლოგიური პროცესების გამო ჩვენ რაღაც შევწყვიტოთ მაგალითად ავიღოთ დაჯილდოების ჰორმონი ნეირომედიატორი დოფამინი ხო რომელიც თავიდან არის ძალიან მომატებული, მე ვარ აღტაცებული რაღაც ახალი გავაკეთო. მე პირობითად ავიღოთ, რომ მინდა რომ ვისწავლო პიანინოზე დაკვრა. მაგრამ როგორც კი დავჯდები და მოცარტივით არ დავუკრავ, ეს დოპამინი ეგრევე იწევს ქვევით და მე ვრჩები რეალურ შედეგთან, რომ მე არ ვიცი ჯერ დაკვრა. მაგრამ იმისათვის, რომ მე ოდესღაც პროფესიონალურად დავუკრა, მე უნდა შევქმნა სისტემა. რა არის ეს სისტემა? განმეორება. რაღაცა ქცევის იმდენჯერ გამეორება, სანამ ის არ გახდება ჩვევა. ხა როგორ უკავშირდება ჩვევა ჩვენ იდენტობას, მკითხავ. მაგრამ ჩვენი იდენტობა ეს არის ჩვევათა კომპლექსი და სისტემა. მე არ ვარ ის, რაც მსურს რო ვიყო, მე ვარ ის, რასაც ყოველდღე ვაკეთებ. და თუ მინდა ვიყო სხვანაირი ან ვიცხოვრო სხვანაირი ცხოვრებით, მე უნდა გავხდე სხვანაირი. შენ ეს ძალიან კარგი ის არის, სადღაც მოვისმინო წავიკითხა არ მახსოვს. ანუ ვერ მიიღებ განსხვავებულ შედეგს ერთი და იგივე სკეთებით. კი, sorry. მაგრამ ნახე ახლა მე გისმენ და უცებ წარმოვიდგინე ჩემი 23-24 წლის თეონა, რომელიც მართლა 24 საათი შვიდზე მუშაობდა, სწავლობდა პარალელურად, სახლში ისე ბრუნდებოდა, რომ აი არაფრის თავი არ ქონდა, რა ვიცი, ზოგჯერ ვიძახდი, რომ აი შამპუნიც კი ერთხელ გადამივლია, მეორედ გადავლების თავი არ მქონია, ისეთი ცხოვრება მქონდა. იცი რისი კითხვა მინდა, ეხლა გვიყურებს ადამიანი და ფიქრობს, რომ კი ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩემთვის არ არის, იმიტომ რომ მე ძალიან რთული ცხოვრება მაქვს. ყველა ადამიანს აქვს იმის რესურსი შექმნა სასურველი მომავალი? აბსოლუტურად ყველა ადამიანს. განურჩევლად იმისი რისი გჯერა, მე პირადად მჯერა, რომ არსებობს ერთი უმაღლესი გონი, რომელსაც ჩვენ ღმერთს ვეძახით და ჩვენ ვართ იმის ნაწილები. ბიბლიას ძალიან ისე შევეხები, მაგრამ რო წერია, რომ ღმერთმა თავის ხატად შექმნა ადამიანი, ხო? მე არ მგონია, რომ იქ იგულისხმება ხორცი და მძვალი. მე ვფიქრობ, რომ აქ იგულისხმება ბევრად სიღრმისეულის, რომ ადამიანი არის შემოქმედი. და ყველაფერი, რაც გააჩნია ადამიანს დღეს, არის თავისი შემოქმედება. იმ თეონას, რომ არ ეშრომა ამდენი, რომ არ ესწავლა ამდენი, დღეს ვერ მოვიდოდა იქამდე, სადაც არის. დღეს ვერ გახდებოდა ის, ვინც არის. თავისი შეცდომებით, თუნდაც, ხო? სხვადასხვა გამოცდილებებით. ჩვენ უნდა გავიაზროთ ერთი რამე, რომ ცხოვრება არ არის რაღაცა მანიფესტაციის ვიზუალიზაცია. რომ ეხლა ჩავიფიქრე, რაღაც საოცარი ცხოვრება და ბევრს თუ ვიფიქრებ, მე მას მივიღებ. ესე არ ხდება. და კიდევ კარგი რომ ესე არ ხდება, იმიტომ რომ სასწაულების მანიფესტირება იქნებოდა სამყაროში. ანუ არის რაღაცა გზა გასავლელი და ფსიქიკა რო ავიღოთ არის მოსამზადებელი იმისთვის რომ შენ A წერტილიდან B წერტილზე ახვიდე. რას გულისხმობ, ხო ისევ დავბრუნდები შიშის მომენტს, რომ მე ვარ იქ, სადაც ჩემი ფსიქიკა გრძნობს თავს უსაფრთხოდ. რა მომენტშიც მე ამ გარემოს ინტეგრაციას გავაკეთებ და მოვემზადები, ჩემ ფსიქიკას მოვამზადებ, რომ მე ერთი საფეხური ძევით ასევე უსაფრთხოდ ვიქნები, მაშინ მე მომცემს ჩემი სხეულიც და გონებაც იმის დასტურს, რომ მე გავაგრძელო განვითარება წინ. ჩვენ სანამ დავიწყებდით პოდკასტს, მე მოგიყევი საკუთარ მაგალითზე, ხო, მე ვერ ვისაუბრებ სხვა ადამიანების მაგალითებით, ყველაფერი რაც არის ჩემი პროგრამები თუ ჩემი კონტენტი თუ რაც არის ჩემი პირადი გამოცდილება. როგორც ყველა მედიურ ადამიანს, მეც მქონდა სურვილი, რომ ჩემი არხი ძალიან მალე გაზრდილიყო. და ყოველთვის შედარება მქონდა, რომ აი შეხედე ის რა სწრაფად იზრდება. შენ ცოტა ნელა იზრდები და შედარება არის мотиваციის მკვლელი. ეს უნდა ყველა ადამიანმა ეს უნდა გაითავისო, რომ ერთადერთი ვისაც შეგიძლია შეედარო არის საკუთარი თავი, სად ვიყავი მე გუშინ და დღეს სად ვარ.
და რაღაც მომენტში იმდენად ძალიან მინდოდა რომ სწრაფად გაზრდილიყო, იმიტომ რომ სულ სწრაფი ვარ ზოგადად ცხოვრებისეულადაც და ერთხელაც რაღაცა ვიდეო უცებ ერთ საღამოში გავარდა, ჩემთვის გავარდნა იმ მომენტში 200,000 ნახვა იყო და ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა პირადში, წერდა კომენტარებს და იმხელა შფოთვა წამოვიდა, შფოთვას დაედო ბრაზი. იმიტომ რომ რასაკვირველია ვიღაც ადამიანი რაღაც გონივრულ კითხვას დაგისმევს, ვიღაც ადამიანი მოსმენილიდან მაგალითად შინაარს ვერ გამოიტანს. ამაზე მქონდა ბრაზი რომ რას ქვია შინაარსი როგორ ვერ გამოიტანე. რაღაც მომენტში გავჩერდი და დავიწყე ფიქრი, რატო ბრაზობ? რაზე ბრაზობ? რა არის მიზეზი აი ამ ასეთი ნეგატიური რეაქციის? და კარგად რომ ჩავეძიე საკუთარ თავს რეფლექსია რომ გავაკეთე, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის დანახვა შევძლოთ გვერდიდან. მივხვდი რომ ბრაზის უკან რა დგას? ბრაზის უკან დგას შიში. რისი შიში? რომ ესე უცებ ამდენმა ადამიანმა დამინახა. რამდენი ადამიანი იფიქრებს, კარგი ვარ, ცუდი ვარ, მოვეწონები, არ მოვეწონებით, აქ ხვდები რომ შენ კიდევ შეფასების პროგრამაში ხარ. შენ კიდევ გაქვს სამუშაო და რა მომენტშიც დავიწყე ამის დამუშავება, კი გითხარი შედეგები ძალიან სწრაფად შეიცვალა. კი, მოვიდა. გვისმენს ახლა ადამიანები და კითხვა დავსვიწყან, ანუ ყველა შეუძლია სასურველი მომავლის შექმნა ის რაც უნდა და შენ მითხარი, კი, თუ ყველას შეუძლია, რატომ არ აქვს ყველას სასურველი ცხოვრება? პირადი არჩევანით. ერთი არის ის, რომ არ ჯერა, რომ თვითონ არის შემოქმედი. მეორე არის, როგორც გითხარი, ეს შიშები არის, გაფართოების შიში ერთ-ერთი არის ყველაზე დიდი და აქ მაგალითს მოვიყვან, რომ სტატისტიკა არის, ადამიანები, ვინც ჯეკპოტს იგებენ, ლოტერეა რაც არის, ხო? ლატარია, ბოდიში. 90% დაახლოებით 3-დან 5 წლამდე მთლიანად კარგავს მთელ მოგებულ მილიონებს, რატო რომ მათი ფსიქიკა მზად არ არის, რომ ამ რეალობას გაუმკლავდეს და ისევ აბრუნებს ნაცნობ გარემოში. მაგრამ უფრო ღრმად რომ ჩავიდეთ, ხო? ასევე განმეორდების ეს ვიცით სისტემა, საკუთარ თავზე მუშაობა, მაგრამ არის მტკიცე გადაწყვეტილება, რომ მე ისე ყოფნა, როგორც ახლა ვარ, აღარ მინდა. ის ცხოვრება, ის გარემოება, ურთიერთობა, მეგობრობა, სამსახური, რომელიც ადამიანს აქვს, არ მოწონს, მაგრამ მაინც აქვს, ესე იგი ის მას ირჩევს. ესე იგი, აქ სადღაც ირთვება მეორადი სარგებელი. მეორადი სარგებელი ეს არის ესეთი მდგომარეობა, როდესაც მე გაუცნობიერებლად ვრჩები რაღაც მდგომარეობაში, რომელიც თუნდაც ჩემთვის არ იყოს ეს ერთი შეხედვით სარგებლიანი, მაგრამ მე მაინც რაღაც საკედან ვიღებ. ესეთი არის ძალიან, როგორც მანამდე გითხარი, რომ შევხვდით, რომ ჩემს სამყაროს აქმაში ადამიანები იყოფიან 4 ჯგუფად. შეიძლება ეხლა ძალიან ბევრს არ მოეწონოს, რასაც მე ვიტყვით, შეიძლება ვიღაცამ საკუთარი თავიც კი იპოვოს. ყველაზე დაბალ საფეხურზე ესენი არიან მოძალადე, ტირე, მსხვერპლი. ეს არის ერთი ჯგუფი, ტირე, პარაზიტი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ერთი წამითაც კი არ უშვებენ, რომ თვითონ შეუძლიათ რაღაცა შეცვალონ, მუდმივად გარეთ ეძებენ დამნაშავეს, რომ გადააბრალონ თავისი ყოფა და მდგომარეობა და თავისი ბედი, დაწყებული მშობლებიდან, მეუღლიდან, ნათესავიდან, თავრობიდან, უფროსიდან, ვინმე, ოღონდ თვითონ არა. და რა მომენტში შენ მას არ შეიცოდებ და არ იტყვი, რომ ხო, აბა ეს როგორ დაგემართა, ხდება აგრესორი და გიტევს, რას ქვია, შენ მის მდგომარეობაში არ შედიხარ. და მას ჭირდება პარაზიტობა. მას ჭირდება, რომ იყოს ვიღაცა ადამიანი, რომელიც მუდმივად ხელს გაუმართავს, რომელიც დაასაქმებს, ან არ ვიცი მე, არ დაასაქმებს ხელფას ისე გადაუხდის, ან რაღაცა ზრუნველობით ნაწილში დაეხმარება. ბევრნაირი კომბინაცია შეიძლება იყოს. იმ ადამიანმა თუ გამოღვიძება არ დაიწყო, ალბათ ეს ერთ-ერთი კატეგორია, რომელსაც არ შეუძლია არაფერი რა შექმნას. იმიტომ რომ უბრალოდ ვერ ხედავს ამ შესაძლებლობას საკუთარ თავში. მეორე კატეგორია არის, რომელიც ჯერ ძინავთ, მაგრამ ოდნავ თვალი შეაღეს. და
და ის კატეგორია სვავს უკვე კითხვას რომ ვინ ვარ მე, რისთვის მოვედი, რა შემიძლია რომ გავაკეთო და იწყებს საკუთარი თავის ძიებას. შემდეგი კატეგორია იმათ უკვე გააზრებული აქვთ, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებენ, აქვს შედეგი. ფიქრიდან დაწყებული ნებისმიერი გარემოება არის მათი რეაქციების შედეგი და მათი ქმედებების შედეგი და ეს ადამიანები უკვე იწყებენ საკუთარ თავზე მუშაობას. და ნუ აქ იწყება უკვე იდენტობის გადაწყობა, ძალიან დიდი შრომა არის საჭირო, რომ შენ თავს შეხედო და აღიარო რეალურად, რომ ეს ჩრდილები შენშია და ყველაფერი, რასაც გარეთ ეჩხუბები, რასაც გარეთ გმობ, ის ყველაფერი შენშია და რა მომენტშიც ამ ყველაფრის ინტეგრაციას გაკეთებ, შენ ხდები შემოქმედი. ეს არის მეოთხე კატეგორია. და შემოქმედი ეს არ არის ზებუნებრივი ადამიანი, რომელსაც არ აქვს არც ნეგატიური ემოციები ან რაღაც არ ვარდება, თქვა ჩრდილოვან ნაწილში. არა, უბრალოდ მან იცის, რომ ეს ყველაფერი მასში არის, მას ეს მიღებული აქვს და ერთადერთი ვისგანაც ელოდება პასუხს და პასუხისმგებლობას არის საკუთარი თავი. კი, ანუ თუ მე ნებისმიერი ადამიანი, ვინც ახლა გვიყურებს, ის რაც დაისახა მიზნად შეუძლია მოიყვანოს სისრულეში უბრალოდ აი ამ მსხვერპლის როლიდან უნდა გამოვიდეს და უნდა შეწყვიტოს ფიქრი იმაზე რომ მე მაინც არაფერი არ გამომივა რა აზრი აქვს მე ძალიან ხშირად ვამბობდი რომ ჩვენ წარსული არ უდრის ჩვენს მომავალს თქო არაფერი საერთო არ აქვს და რა ვიცი მე მგონი მეც შევძელი და რაღაცნაირად ძალიან ბევრ ადამიანს დავანახე ეს რომ ჩვენი წარსული არ უდრის ჩვენს მომავალს მაგრამ არის რაღაცა რწმენა წარმოდგენები რაც ჩვენს ტვინში არის დალექილი და ძალიან რთული არის აქედან გამოსვლა, იმიტომ რომ მე თვითონ ვიცი რა რწმენა წარმოდგენებიდან გამოვიყვანე საკუთარი თავი, ხო? რამდენად რეალურია, ჯერ მოდი ამას გკითხავ და შემდეგ რწმენა წარმოდგენებზე ტვინის გადაპროგრამირება. ჩვენ გვესმის, რომ აი ტვინის გადაპროგრამირება. რამდენად რეალურია, მითია თუ რეალობა? ნახე, ჯერ მინდა იმას გამოვეხმარო, შენ რო თქვი, რომ შეგვიძლია, მოკლედ ჩვენ წარსულს და მიუხედავად შეგვიძლია რაღაცების უშევცვალოთ. თუ ადამიანს რაღაცის წარმოდგენა შეუძლია, ესე იგი ის მიღწევადია. თუ შენ ვერც კი წარმოიდგენ, ესე იგი ის რესურსი შენთვის ჯერჯერობით არის ჩაკეტილი. აი მე ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც არ ჯერა რომ საქართველოში პირობითად ავიღოთ, რომ 10,000 ლარიანი ხელფასი შეიძლება ვინმეს კონდეს. მას მართლა არ ჯერა. შენ ვერ დააჯერებ ვერაფრით. მისთვის ეს რესურსი ჩაკეტილია. იმიტომ რომ რისი წარმოდგენაც ჩვენ წარმოსახვა შეგვიძლია ჩვენი ტვინში ამ ოცნებისკენ მიმავალი ბილიკები შეიძლება რომ აეწყოს ესე რომ ვთქვათ. მეორე ნახე ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდე ის რომ ადამიანს კონდეს სწორი წარმოდგენები თავის მიზნებზე. ძალიან ბევრს აქვს ეს მიამიტური მოლოდინები, რომ აი მე როგორც კი მოვინდომებ, აი ხვალ უკვე მექნება ორმაგი შემოსავალი, აი ზეგ უკვე მექნება საოცნებო კარიერა. მაგრამ რეალურად ჩვენი ტვინი არის მოწყობილი განსხვავებულად. ნახეთ, ის რაც შენ ახსენე წმენა წარმოდგენები, ისინი ყალიბდება ღრმა ბავშვობაში, თინეიჯერობის ასაკში, აი 20 წლამდე რეალურად ხდება ამ ყველაფრის გამოძერწვა. და რეპროგრამირება არის კი ისეთი ხშირად გამოყენებადი ტერმინი, მეც კი ვიყენებ მაგას კომუნიკაციაში, მაგრამ რეალურად გადაპროგრამება კი არ ხდება. ჩვენ ქმნით ახალ რწმენას, რომელსაც იმდენად, ეს რწმენა უნდა იყოს იმ ნეგატიური რწმენის აბსოლუტურ საწინააღმდეგო. და იმდენჯერ უნდა გაიმეორო ეს რწმენა. ეს მე არ ვიძახი ვერბალურ განმეორებას, აქ მთელი ტექნიკები არის, როგორ უნდა მიაჩვიო შენ სხეულს, შენ ფსიქიკას, რომ ეს ახალი ფორმულირება შენთვის უსაფრთხოა. და ნელ-ნელა შენ იმდენად აძლიერებ ამ ახალ რწმენას, რომ ის ასუსტებს და საბოლოოდ ფარავს ძველ რწმენას. და ამას ვეძახით რეპროგრამირებას. ჩანაცვლება ხდება რეალურად. მაგრამ ახალ კონცეფციაზე შენ საკმაოდ ბევრი უნდა იმუშაო, რომ ამდენი წლის ფესვგადგმული პროგრამა შენ შეცვალო, მაგრამ რეალურია. კი. ეხა გისმენთ და მაგალითად მე როდესაც დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა და იქ ფინანსებს შევეხეთ, ან სიყვარულს შევეხეთ, ან რაღაცა
სულ მეგონა რომ როგორ შეიძლება და მაგალითად მე მქონოდა ისეთი რწმენა წარმოდგენა რომ ფული ხელის ჭუჭყია ანუ რა სისულელია მე მიყვარს ფული და ზუსტად ამიტომ არის რომ ამდენს შრომობ ან რა სისულელია რაღაც პარტნიორულ ურთიერთობებში ისეთი რწმენა წარმოდგენები რომ მაგალითად ხო ქალს არ უნდა გქონდეს მეტი შემოსავალი თორემ ეს უკვე ჰარმონიულ ურთიერთობებს დაარღვევს ხო ანუ მეთქი როგორ აღმოვაჩინოთ რეალურად რა რწმენა წარმოდგენა გვიქმნის ხელს სასურველ რეალობის შექმნაში იმიტომ რომ წეგან ვისაუბრეთ კიდევაც სამუშაო როლებზე მე თვითონ არ ვთვლით ღირსად იმ რომ მე მიმეცა საკუთარი თავისთვის უფლებაც მაგალითად გამომეშვა სამუშაო როლი ხო როგორ დავამუშაოთ როგორ მივხვდეთ ეს რწმენა წარმოდგენები მართლა რომ გვაქვს რა ან ტექნიკა ან რა ხდება ამ დროს როგორ მუშაობ ადამიანებთან ნახე პირველ რიგში ამასაც ხშირად ვეუბნები ხოლმე ჩემი კურსის მონაწილეებს რომ არ გქონდეს მოლოდინი და განწყობა რომ შენ ერთ ბაშად დამუშავებ ძალიან ბევრ რწმენას ხო მოდი აირჩიე სფერო ჯერ რომელიც ჩვენთვის ყველაზე მეტად კრიტიკული არის ან ურთიერთობა ან კარიერა ან პიროვნული განვითარება პიროვნული ზრდა არ აქვს მნიშვნელობა შეიძლება იყოს ჯანმრთელობა დისციპლინა ვარჯიში ნებისმიერი ერთი სფერო და მოდი ამ სფეროზე დაიწყე მუშაობა ეს რატო არის მნიშვნელოვანი როგორც კი ჩვენ ძალიან მრავალფეროვან დავალებას ვაძლევთ ჩვენს twins იქ ეგრევე მოდის პროტესტი და ეგრევე მოდის საბოტაჟი რომ გადაგაფიქრებინოს რომ არ იმუშაო მაგ მიმართულებით. მოდი ავიღოთ პირობითად ფული, რაც ყველაზე გავრცელებულია, იმიტომ რომ ფული გვაძლევს რას თუ ბედნიერებას ვერ იყიდი, სიმშვიდეს მაინც იყიდი ფულით, ამაზე ვთანხმდებით და ფულთან მიმართებაში პირველ რიგში უნდა დავიწყოთ საკუთარ თავზე დაკვირვება. რომ როდესაც მე გავიგებ იქ რაღაცა შეძლებულ ადამიანზე, რამდენი ფული დახარჯა რაღაცაზე, პირველი რა აზრი მომდის. ან როდესაც მე იგივენად თვითონ ვხარჯავ ფულს, რას ვგრძნობ სხეულებრივად. მე თავისუფლად ვხარჯავ თუ შებოჭილია ჩემი სხეული და მე ყოველ დახარჯვაზე რაღაც შეკუმშვას ვგრძნობ შინაგანად, ხო, ესე იგი ჩემთვის ეს ენერგია ჯერჯერობით არის ჩაკეტილი, ხო? მე მოგიყევი ეს მაგალითზე არის, მე მგონი ყველაზე მეტად გასაგები ჩვენი მაყურებლისთვის, რომ ძალიან დიდი ხანი ვმუშაობ საკუთარ რწმენებზე, რაც მე დამეხმარა საკუთარი რწმენების დასამუშავებლად, იგივეს ვუზიარებ ადამიანებსაც და ერთ-ერთი ანუ ყველაზე ესეთი აპრობირებული ტექნიკა არც რაღაცას უნდა აკეთებდე და პარალელურად ადამიანი უნდა მაგ თემაზე გელაპარაკებოდეს, როცა შენი რამოდენიმე დავალებას ერთად ასრულებ, ტვინი დაცვით მექანიზმებს ასუსტებს და უფრო მარტივად უშვებს ყველაფერს, რაც აქვს დაგროვილი. და ერთ-ერთ ესეთ საუბარში სახლის საქმეებს ვაკეთებდი, მეუღლეს ვესაუბრებოდი ვიღაც ადამიანზე, როგორ წავიდა და ძალიან ბევრი ფული ირჩევა და ის მეკითხება, კი მარაო, ესე უცებ აფერისტობითო და რა თქმა უნდა და აი უცებ ჩემი თავი რომ დავიჭირე, რა თქმა უნდა. მე რომელიც მგონია, რომ ფინანსებთან დაკავშირებული ყველა ვერ ფაქტია, მაგრამ უმრავლესობა ესეთი ბანალური რწმენები დამუშავებული არის, მაგრამ ბოლომდე არ არის. იმიტომ რომ ხა მე ვარ 40 წლის 30 წელი მინიმუმ მაინც მოვდიოდი იმ რწმენებით, ხო? 30 წელი რაღაცას შენ რომ ჩარგავ, რომ რწყავ, უვლი, ამ შენ ნეგატიურ რწმენებს, ხო? ის ხო ძალიან მყარია. ხა ესე მარტივად მაგის შეცვლა, მაგრამ სხვადასხვა ტექნიკები არის. ამ ტექნიკებში მნიშვნელოვანია თეონა, რომ ჩვენ არ ვიმუშაოთ მარტო გონებასთან. გონებამ რაც არ უნდა ანალიზი გააკეთოს და რაციონალიზაცია გააკეთოს, სხეულმა თუ არ მისცა ნებართვა, რომ ეს ჩაითვალოს უსაფრთხოდ, მარტო გონებით სამწუხაროდ ეგ ძალიან რთულია. ან ხანდახან შეუძლებელია. კი, ეხლა გამახსენდა მე რომ დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, მაშინ მახსოვს რომ რაღაცების ნივთების ყიდვის უფლება მივეცი ჩემ თავს და ისეთი, ანუ არ მქონდა ყველა სხეულის ორგანოს გრძნობდი რომ იყოს შებოჭილი რაღაცნაირად აი ესე და ერთ-ერთი დავალება იყო ესეთი ისეთ მაღაზიაში აი სუპერმარკეტში ხო რა უნდა იყოს ახლა იოგურტ შორის ფასების შორის განსხვავება უნდა ამეღო ისე რომ ფასზე არ შემეხედა ამას ვერ ვაკეთებდი ძალიან დიდი ხანი დამჭირდა ეხა მართლა გულწრფელად შემიძლია თქვა რომ მანამდეც ვახსენე ჩემთვის ფინანსური წარმატების გასაზომი ერთეული იყო ყვავილების მაღაზიაში შევსულიყავი და რა ყვავილიც მინდოდა მოკეთ
მაგალითად იმას თუ ავირჩევდი ისე რომ ფასს არ დავხედავდი ესე იგი მე მივაღწიე ფინანსურ წარმატებას ხო და დღეს მაგალითად მაქვს ამის პრობლემა დღეს მართლა მივხვდი რომ ფასს არსად არ ვაკვირდები საერთოდ საჭებდი ვარ მაგრამ აი თავიდან რომ მახსენდება ჩემი თავი ძალიან რთული ანუ სხეულის ყველა ნაწილი გეომება და გებრძოლება ისეთი შებოჭილი ხარ რაღაცნაირად და თუ გონებრივად ვამუშავებთ რაღაცეებს და სხეულით არა ამ შემთხვევაში რა ხდება? სხეულს ყველაფერი შენახული აქ, ანუ ფსიქიკურად დავამუშავე, ფსიქოთერაპევტთან ვიმუშავე ასე, მაგრამ სხეულებრივი პრაქტიკები არ მაქვს გაკეთებული. სხეულებრივი პრაქტიკები ძალიან კარგია თუ არის ამის საშუალება რო აკეთოს ადამიანმა, განსაკუთრებით მე გამოვყოფ სუნთქვას. რატო არის სუნთქვა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სუნთქვა გვეხმარება ჩვენ, რომ გავაკეთოთ ჩვენი ნერვული სისტემის რეგულაცია. ხო? ძალიან ბევრი საუბრობს და განმეორდები, რომ ადამიანს აქვს სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემები, ხო? ერთი არის, რომელიც საბრძოლველ მდგომარეობაში გადაყავხარ და მანდ მუშაობენ ადრენალინი, ნორადრენალინი და კორტიზოლი და მეორე არის, რომელიც არის მოსვენებული და მონელებითი პროცესები ირთვება და არის ორგანიზმი მოსვენებული. ორივე სისტემა ჩვენ გვჭირდება გადარჩენისთვის. მაგრამ დღეს ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, სიჩქარიდან გამომდინარე და ამდენი, თქვათ, სწრაფი ინფორმაცია, ადამიანი ძირითადად არის სტრესის მდგომარეობაში. და სტრესის მდგომარეობიდან შენ შემოქმედი ვერ იქნები. შენ გადარჩენაზე იქნები მარტო. და გადარჩენა და შემოქმედება ერთად ვერანაირად ვერ ერწყმის. ამიტომაც ადამიანმა უნდა იცოდეს დღევანდელ გარემოში, დღევანდელ სამყაროში საკუთარ ნერვულ სისტემას რეგულაცია როგორ გაუკეთოს. და ამისთვის საჭირო 5 წუთი, რომ დაჯდეს და უბრალოდ ცნობიერად ისუნთქოს. ანუ დააკვირდეს ჰაერის ჩასუნთქვას, ამოსუნთქვას და ეს ამშვიდებს გონებას, სტრესის ჰორმონები მინიმუმზე დაყავს და ამ მდგომარეობიდან უკვე შეგიძლია სხვანაირად, სხვა პერსპექტივით უყურო სამყაროს. თქვათ თუ არ არის საშუალება რომ სხვადასხვა სხეულებრივ თერაპიაზე ვიაროთ, ელემენტარულად ჩვენ სხეულთან კონტაქტში რო შევიდეთ. უბრალოდ დავიწყოთ დაკვირვება, რომ რაღაც მოხდა, რა ვიგრძენი, ბრაზი, სად არის ეს ბრაზი? სევდა ვიგრძენი, სად არის სევდა ჩემს სხეულში? თუ სიხარულია, ის სად არის? და ესე კონტაქტის აღდგენა სხეულთან. და დროთა განმავლობაში შენ მიხვდები, რომ რა არის შენი ფსიქიკისთვის მისაღები და რა არის უსაფრთხო და რა არის საფრთხის შემცვლელი. და ვფიქრობ, რომ ეს ნაწილი არის როგორც სისტემის ქონა, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი თუ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს რომ რაღაც შეცვალოს თავის ცხოვრებაში. კი. მედი არ შემიძლია ამ კითხვის გარეშე გაგიშვა, იმიტომ რომ ჩემი აუდიტორიის საყვარელი თემა არის და ზოგადად ძალიან საყვარელი თემა არის მანიფესტაცია. აი შენ როგორ გაგუმემართავ რა არის მანიფესტაცია? მოდი ცოტა გრძელად უნდა გიპასუხო ამ კითხვაზე. მე როგორც ეზოთერიკოსიც მათ შორის გარდა პიროვნული განვითარების მენტორის და ჰოლისტური პრაქტიკოსი ვარ და რა თქმა უნდა მემჯერა ენერგიების, ხო? რა თქმა უნდა მემჯერა რომ ადამიანი თვითონ ქმნის თავის რეალობას. და ჩვენ ადამიანები 24 შვიდზე მანიფესტირებთ. უბრალოდ ამას ვაკეთებთ გაუცნობიერებლად. რა არის მანიფესტაცია? მანიფესტაცია არის რაღაცა ენერგია, რომელიც არის ველში, იმის მატერიალიზაცია. ანუ თუ იყო ალბათობა, თუ იყო ნანონაწილაკი, რაღაც მიკრონაწილაკი, მე ჩემი ფიქრის ენერგიით და მოქმედებით, რასაკვირველია, ქმედება ძალიან მნიშვნელოვანია, მე ამ ენერგიას ვაკოლაფსებ მატერიაში. ანუ გარდავქმნი პოტენციალს მატერიაში. როგორ? პირველ რიგში ჩვენი ტვინი არის ისე მოწყობილი, რომ ფოკუსი კონდეს იმაზე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამას ქვია რეტიკულური აქტივაციის სისტემა. ეს არის ფილტრი. ჩვენი სენსორიკით, ხო, სმენით, შეხებით, მხედველობით, ყნოსვით, გემოთი
მილიარდ ბიტ ინფორმაციას ვიღებთ დღეში. ეს ყველაფერი ჩვენმა ნერვულ სისტემამ რომ მიიღოს და გადაამუშავოს twin-მა, უბრალოდ არ გვაქვს ამის შესაძლებლობა. ამიტომაც ხდება ფილტრაცია და რაც მნიშვნელოვანია, იმას ამჩნევს მარტო ჩვენი გონება. რა არის მნიშვნელოვანი? ის, რაზეც მიმართული არის ჩვენი ყურადღება. მაგალითად, თუ მე სულ ვფიქრობ, რომ როგორი ცუდი უფროსები მხვდება სამსახურში, როგორ ცუდად მეკცევიან, ან მე ყოველთვის ზედმეტი ვარ რაღაც სოციუმში, მე ყოველთვის მოვხვდები ამ სიტუაციაში, რატო? რომ ეს აქ მაქვს ფოკუსი, ჩემი გონება იღებს ამას როგორც ჩემთვის მნიშვნელოვან მიმართულებას და გადაწყვეტილებები და ქმედებით მივდივარ რომ აღმოჩნდა იქ. მანიფესტაცია ქმედების გარეშე ეს არის გაქცევა ილუზიებში. მანიფესტაცია, ვიზუალიზაციის ტექნიკა არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ აძლევს ჩვენ ტვინს სიცხადეს. თუ ტვინს გონებას არ აქვს სიცხადე, რა მინდა მე? ის ვერაზოს ვერ მიგიყვანს მიზნამდე. ვიზუალიზაციის ტექნიკას მე ვიყენებ იმისთვის, რომ დავანახო ჩემს გონებას მე რა მინდა და შემდგომ ვიწყებ მოქმედებას, რომ ეტაპობრივად მივიდე იქ. მაგრამ მე თუ მარტო ვაკეთებ მანიფესტაციის ტექნიკებს, წერიქ, რაღაც რიტუალებს ვაკეთებ, მაგრამ შემდგომში რეალურ ცხოვრებაში არაფერს არ ვაკეთებ, თავის მოტყუება. ხო, კი. ან თუ მაგალითად მე ეხლა არ მაქვს ძალიან ისე ფინანსები მაქვს თვითონ თვემდე ძლივს გამაქვს, ხო? ფოკუსირდები იმაზე, რომ აი ეხლა მე როგორ გავიტანო თვითონ თვემდე თავი და შემდეგ თვეშიც იგივე მეორდება, იმიტომ რომ ფოკუსირებული ვარ ამაზე და არა იმაზე გადარჩენაზე და არა შემოქმედების. შეიძლება ეხლა ვიღაც გვისმენს და ფიქრობს, როგორი მარტივია ამათვის ლაპარაკი, როცა მე მართლა თვითონ თვემდე ვერ გამაქვს თავი. ესეთ ადამიანებს მინდა დავუსვა კითხვა, რომ დაფიქრებულან თუ არა ფინანსური ცნობიერების განვითარებაზე. რა არის ფინანსური ცნობიერება, ხო? რომ მე ვიყო ცნობიერი, რას ვხარჯავ. მაგალითად, მე ვიზავდი ესეთ რაღაცას, რომ გავაკეთებდი ყოველ დღე ესეთ დღიურს, აღწერას. აი როგორც ყველა თავის კალორიას რო იწერს, ხო, არიან ადამიანი მე ვიწერ, როდესაც კალორიულ დეფიციტზე ვიყავ, ჩემს მნიშვნელოვან ერთ ნუშსაც ჩავწერდი, იმიტომ რომ რეალურად უნდა გამომეყვანა ჩემი დღიური ენერგიის მოხმარების კოეფიციენტი. აი გავაკეთებდი ეგეთ რაღაცას, დავიწყებ წერას, ყველაფერს, რასაც მე ვხარჯავ. და ერთი კვირის თავზე და თვის თავზე შევხედავდი, რა შემიძლია აქედან რომ დავთმო. რომ გადახარჯვა არ მქონდეს. რომ შემდეგი თვე ცოტა უფრო თავისუფლად ვიყო. ეს შეიძლება უცებ ნახოთ, რომ ადამიანი ძალიან ბევრს დადის ტაქსით, როცა შეუძლია იაროს ავტობუსით. უბრალოდ აღარ იყოს და ეს ფულადი რესურსი დარჩა სხვა რაღაცეებისთვის, ხო? ან ძალიან ბევრს ჭამდეს გარეთ ლანჩზე, როცა შეუძლია თავისი წაიღო. ბევრი მაგალითი შეიძლება იყოს, ხო? ყოველთვის შეიძლება რაღაცის ისე გადალაგება, რომ შენ ოდნავ თავისუფლება გაგიჩნდეს და მე ამ თავისუფლებიდან შენ შეგიძლია კიდე შექმნა რაღაც. კიდე მეორე ისო ფინანსურს შევეხოთ. კარგი, თვითონ თვემდე მე ვერ გამაქვს თავი. რას ვაკეთებ მე დღეს იმისთვის, რომ თუ მე აღრიცხვა გავაკეთე და ვერსად ვერაფერს ვერ გამოვაკლებ, რას ვაკეთებ მე დღეს, რომ ხვალ უკეთეს შემოსავალი მქონდეს. რამე წიგნი წავიკითხე, ენა ვისწავლე, რამე ახალი უნარი შევისწავლე. დღეს ისე გვაქვს ყველაფერი ხელმისაწვდომი, რომ არ არის აუცილებელი ფასიან კურსებზე სიარული. ყველაფრის სწავლა შეგვიძლია უფასოდ დღეს უკვე თავარია გქონდეს ინტერნეტი. ლეპტოპიც არ გვინდა, ტელეფონი. რამდენ საათს მე ვხარჯავ ყოველდღიურად ჩემი თავის გაუმჯობესებაზე. იმიტომ რომ ფაქტია, რომ რაც ვინც ვარ მე დღეს, მე ის შემოსავალი მაქვს. იმისთვის რომ მეტი შემოსავალი მქონდეს, მე უნდა გავიზარდო. მაგრამ ადამიანს გახსოვს რა გითხარი? ცვლილება უნდა მხოლოდ თავის წარმოსახვაში. როგორც კი იგებს, რომ რეალური ცვლილებისთვის
მან რაღაც უნდა გააკეთოს, იქ შემოდის საბოტაჟი და იქ შემოდის გაქცევა. კი, სწორია. მადლობა ძალიან დიდი ასე საინტერესო ჭრილში რომ განიხილე და ალბათ ძალიან ბევრმა ადამიანმა ახლა საკუთარი თავი დაინახა და არ შემიძლია შენ ძალიან ბევრს საუბრობ კრისტალოთერაპიაზე. და არ გკითხო რა არის კრისტალოთერაპია და რაში გვეხმარება ეს? კრისტალოთერაპია ეს არის ჰოლისტური მედიცინის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც აერთიანებს ადამიანის სხეულზე, მერიდიანებზე მუშაობას მინერალური ქვების საშუალებით. თვითონ კრისტალოთერაპია ახალი ტერმინი არის, მანამდე ლითოთერაპიას ეძახდნენ. 5000 წლის ისტორია აქვს სოფლიოში ამ მედიცინის ამ სფეროს, არატრადიციული მედიცინის. და როგორ ხდება ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ადამიანებში, ხო, ჩვენი ბიოლოგია მოიცავს ასევე სხვადასხვა ტიპის მინერალს. მინერალები გვაქვს. კრისტალები, მინერალური ქვები. სხვადასხვა მინერალური ქვა შეიცავს სხვადასხვა ტიპის მინერალს. გარდა ამისა, ყველა მინერალი კრისტალი არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იმისათვის, რომ მინერალი ჩაითვალოს კრისტალად, მის მოლეკულებში უნდა იკითხებოდეს მკაცრი გეომეტრიული სტრუქტურა, სულ არის 7 სტრუქტურა. და ასევე ფერი. არსებობს ასევე ფერების თერაპია, თუ გაგიგია, ჩაკრებზე კრისტალებს ამაგრებენ და უშვებენ იმის, რა ქვია, ცხივს. შესაბამისად, ეს მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის ძირითადი მკურნალობის საშუალება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ინტეგრირებული უკვე ადამიანის მოთხოვნილებიდან გამომდინარე სხვადასხვა თერაპიებთან, მაგრამ დამატებით თერაპია საკმაოდ ძლიერია. ინდივიდუალურად ხდება. ამ ეტაპზე სამწუხაროდ ინდივიდუალურ სესიებისთვის აღარ მაქვს დრო და ჯგუფურ სესიებს ვატარებ თვეში ერთხელ. და ამაზე ანონს ვდებ ხოლმე ჩემს Instagram გვერდზე. მაგრამ ჯგუფური სესიები ძალიან კარგია, ვინაიდან ისევ და ისევ ჯგუფში იკვრება ველი, ენერგეტიკა აბსოლუტურად განსხვავებული არის და ძალიან კარგ შედეგებზე გავდივართ. მადლობა ძალიან დიდი. წეგან საუბრობდით სამ პოდკასტის ჩაწერას დავიწყებდით. მე მაგალითად მერაკი საერთოდ დაფუძნა პირველი პროგრამით, პროგრამა გამოღვიძება, რომელიც აღარ განმეორდება და წეგან რომ მოყევი შენი გზა, აი ზუსტად როგორი ანთებული თვალებითაც მე ვსაუბრობდი ჩემს პროგრამა გამოღვიძებაზე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი რა მქონდა შიგნით ჩადებული, ზუსტად ვიცოდი რა მოქონდა ადამიანებისთვის ამ პროგრამას და რა ვიცი საოცარი შედეგები აქვს ადამიანებს დადებული და რეალური ისტორიები გვაქვს ჩვენს. ზუსტად ესეთი ანთებული თვალებით ისაუბრე შენ ამ პროგრამაზე. მაგრამ მე მაგალითად პროგრამა გამოღვიძება რატო ჩაუშვი? ჩემი საჭიროებიდან გამომდინარე, ანუ მე თვითონ მოვხვდი, მე თვითონ გავიარე ეს ყველაფერი, დავტესტე საკუთარ დაზზე და ნახე, რომ ეს მართლა მოქმედებს, ეს მართლა შესაძლებელია, რომ შენ უბრალოდ მოხვიდე, გამომყვე, გავიაზროთ ის რა იყო წარსული, გავიაზროთ სათხარ ახლა A წერტილში და მივიდეთ სასურველ B წერტილთან, ხო? აი ეს იყო ეს პროგრამა და ზუსტად დავინახე ერთ-ერთი შენი პროგრამა, ანუ შენ კიდევ უფრო ძლიერია, იმიტომ რომ ეს გრძელდება 7 კვირა, ხო? 10 კვირა. ვაუ, 10 კვირა, ხო, 10 კვირა. ძალიან მაგარია. როდის გაჩნდა ამის შენ თვითონ როდის გაგიჩნდა სურვილი, რომ კი, ეს მე ეხლა უნდა ჩავშვა, ეს ჭირდება სხვა ადამიანებს. გახდი შენი რეალობის შემოქმედი 1 წლის არის. ამ წელიწადში 4 ნაკადი ჩატარდა, 87 ადამიანი იყო დაახლოებით მონაწილეები და ეს პროგრამა იძერწებოდა, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი ხანი. აქ შევიდა ყველაფერი, რაც მე რაღაც მომენტში ჩემი ცხოვრების ეტაპებიდან გამომდინარე, რაც მეხმარებოდა მე. მანამდე ესე ვცდილობდი ხოლმე, რომ რაღაცას კარგს რო აღმოაჩენ და გინდა რომ გაუზიარო მეგობარს, რომ მოდი ახლა ეს გააკეთე და ნახე როგორ დაგეხმარება. მაგრამ შარშან თებერვალში მივხვდი რომ მქონდა მოთხოვნილება, რომ მეტი ადამიანისთვის გამეზიარებინა ის რაც ვიცი,
მაგრამ ეს მოთხოვნილება თანდევი იყო ძალიან დიდი შიში კი არა, უფრო სწორედ ნახეთ დამსახურების, რამდენად ვიმსახურებ, მე რამდენად მაქვს მე უფლება, რომ ვინმეს შევსთავაზო ალტერნატიული გზა. მიუხედავად ამ დიდი წინააღმდეგობისა, მე მივხვდი, რომ სწორედ რახანამხელა წინააღმდეგობა მე იქ უნდა წავიდე. და გავაერთიანე თავიდან ეს იყო 5 კვირიანი, მაგრამ მივხვდი, რომ 5 კვირა არც მე არ მყოფნიდა და ძალიან ბევრი რაღაც იყო კიდე ისეთი, რაც მინდოდა რომ გამეზიარებინა და ინტეგრაცია გამეკეთებინა პროგრამაში და შემდეგ გახდა 8 კვირიანი. 8 კვირაში იმ ხელა პროგრამა ჩავატიე, რომ მონაწილეებისგან იყო ესეთი უკავშირი, რომ ძალიან ბევრიაო და უბრალოდ კარგი იქნებოდა, რომ ცოტა უფრო ხანგრძლივი ყოფილიყო და ესე გახდა 10 კვირიანი. მაგრამ რატო 10 კვირა კიდევ? როგორც ვისაუბრეთ მანამდე, რომ იმისთვის რომ შენ რაღაც ახალი ჩვევა, ახალი პატერნი ჩამოაყალიბო და რაღაც საკუთხით შეიცვალო, აუცილებელი არის, რომ ეს იმდენჯერ განმეორებადი იყოს, რომ ჩაჯდეს შენს ჩვევაში. 10 კვირა არის ის პერიოდი, რომ ყოველ დღე, როდესაც აკეთებ და ჩვენ მუშაობთ ყოველ დღე შემოქმედში, ეს 10-ვე კვირა, რამოდენიმე დღის გამოკლებით და იმისთვის, რომ ეს გახდეს უკვე ჩვევა. კი, ანუ გახდი შენი ცხოვრების შემოქმედი, მე რასაც მივხვდი, მაგალითად ადამიანი მოდის, პირობითად მოვედი მე, მაქვს რაღაცა მიზანი და ამ 10 კვირის მანძილზე ჩვენ ისევ მუშაობთ, რომ 10 კვირის შემდეგ ხელს რო გამიშვებ, გავალ ამ ჯგუფიდან, მე უკვე შემიძლია გავხდე ჩემი სასურველი ცხოვრების შემოქმედი, ხო? ნახე, აქაც მინდა რომ სწორი მოლოდინები გქონდეთ. ამ 10 კვირაში ჩვენ ვამუშავებთ რამოდენიმე სფეროს, მაქსიმუმ 2 სფეროს ცხოვრების სფეროდან და გარკვეულ რაოდენობა რწმენებს, მაგრამ მონაწილეები სწავლობენ 42 ტექნიკას, როგორ უნდა გააგრძელონ მუშაობა საკუთარ თავზე ინდივიდუალურად, სხვა ადამიანის დახმარების გარეშე და მიყვნენ ყველა იმ დანარჩენ სფეროს, რაც სურთ რომ დამოუკიდებლად დამუშავონ. მაგრამ აქაც ნახე, მარტო ერთეულები იღებენ ამ შესაძლებლობას. ერთი ესეთი მაგალითი მინდა გითხრა, რომ ფიდბექი როცა მთავრდება შემოქმედი, ფიდბექს ვთხოვ ხოლმე მონაწილეებს, რომ ვიცოდე რა პროცესები გაიარეს, ამდენ სიღრმისეული იყო, მნიშვნელოვანი იყო, რა შემიძლია ვთქვა კიდე რომ მათთვის შევცვალო და ესეთი უკავშირი იყო, რომ ვაიმე ძალიან კარგად ვარო, ბედნიერი ვარო, ახალი საქმის იდეაც მაქვს, ყველაფერი ჩემ მეგობრებიც არ ჩვენ როგორი არაჩვეულებრივად შეცვლილი ხარო, სახეც კიო გინათებსო და მაგრამ მე სხვა მოლოდინები მქონდა და რა მოლოდინი მქონდა. აიო, რაღაცების კეთებაო, რაც მეზარებაო, თავისით რო გაკეთდებოდაო. ანუ ნახე, ამ კურსში არის ყველაფერი, რომ შენ დამოუკიდებლად გააგრძელო შენი ცხოვრების შემოქმედება. მაგრამ შენ რამდენად გამოიყენებ ამ ცოდნას და ამ ტექნიკებს და რა დოზით გამოიყენებ, არის უკვე ადამიანზე დამოკიდებული. კი. ჩვენ ძალიან ხშირად ჩვენ არა, მე ვისაუბრებ საკუთარ თავზე, მე მეგონა რომ ერთ დღესაც გავიღვიძებდი, მექნებოდა სასურველი მომავალი, ანუ ის კარიერა რაც დღეს მაქვს, რომელსაც ძალიან დიდი სისტემა დაჭირდა და შრომა დაჭირდა, პარტნიორული ურთიერთობა ისეთი, რომელიც გადამარჩენდა, ამომიყვანდა და გადამარჩენდა და რაღაცა უკეთესო და ფინანსებით ზუსტად ანუ უცებ გავიღვიძებდი და რაღაცა დაგვეცემა თავზე და ეს ასე სამწუხაროდ არ ხდება, ამას ჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა. იქ ცრუწმუნებულებები არის, რომელიც ბავშვობიდან წარმოიდგინე ხო 30 წელი რო რაღაცა გემსახურება, ხო შენია, ერთგულია და მიყვები მას, ძალიან ძნელია გადაუხვიო მოკლედ იმ გზიდან, ესე მარტივი არ არის, სანამ არ დაიწყებ ამაზე ფიქრს, ამაზე მუშაობას და სულ ამბობ ხოლმე, რომ არაფერი არ მოხდება ერთ დღეში, არაფერი არ დაგეცემა, შეიძლება მილიონი მოიგო, მაგრამ ის თავდაჯერებულობა, ის სისტემა არ გქონდეს, გზა არ გქონდეს და ასე შემდეგ. მედია ძალიან საინტერესოა, რასაც ამბობ, მაგრამ ეს არ ყოფილა შენი პირველადი პროფესია. როგორ მოხდი საერთოდ აი აქ ძალიან საინტერესო იქნება. აი შენ ძალიან სწორ რაღაცას ყვებოდი, რომ ერთ დღეში რომი არ შენდებაო და ის რაც შენ დღეს გაქვს ძალიან დიდი შრომის შედეგია.
დღეს რასაც ვაკეთებ, შეიძლება ძალიან განსხვავებულ სფეროში არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ ვაკეთებ იგივეს და აღიხსნეს ცოტა ხნის წინ შევამჩნიე. გიხსნი როგორ განსხვავებით იურისტი ვარ, ალბათ უმრავლესობა ხო უყურებ ხოლმე პოდკასტებს, უმრავლესობა იურისტები ვარ, მეგობრებო ყოჩახ. მაგრამ ძირითადად მთელი ჩემი ცხოვრება გაყიდვებში, მარკეტინგში, PR-ში მუშაობდი. ბოლო ჩემი სამსახური, ეს იყო საერთაშორისო დიდი კომპანიები და ერთ-ერთი ბოლო იყო Volt-ი. აი Volt-ში შემიძლია თქვა, რომ პიროვნულად თან ეს დაემთხვა COVID-ის პერიოდი, ყველაფერი ჩაიკეტა, პიროვნულად, ემოციურად, არ ვიცი, ყველანაირად ძალიან გავიზარდე. და ბოლო პერიოდი უკვე Volt-ში მე მართავდი ბიზნეს განვითარების და გაყიდვების დეპარტამენტს. მაგრამ ბოლო პერიოდში უკვე გავიყავი ტრენერი სხვა ქვეყნების, როგორ უნდა ვთქვათ, ახალი კონტრაქტები დადონ არა რესტორნებში, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან პროფილი შევცვალეთ, შემოვიდა უკვე ახალი მერჩანტები, მაღაზიები და აი როგორ უნდა დაიპარტნიორო. და მახსოვს, რომ ძალიან დიდ ბედნიერებას გრძნობდი, როდესაც აი ახალი მოსული თანამშრომელი მოდის, შენ მას ემუშავები, მე ის იზრდება და აი თითქოს რაღაც შენი წვლილიც რო არის მის წარმატებაში. მე რაღაც ეტაპზე უკვე დიდი ხანი მქონდა განცდა, რომ აი ყველაფერი კარგად არის ჩემ ცხოვრებაში. არც ოცნებაშიც კი ვერ მექნებოდა ისეთი შემოსავალი მაქვს, საუკეთესო გარემო სამუშაო, საუკეთესო თანამშრომლები. რაღაცა შინაგანად არის მუდმივი რაღაც სევდა, დაუკმაყოფილებლობა, სიცარიელე და ვუყურებდი ხოლმე არტისტებს, რომ რა კარგია ეს არტისტია, მას რამხელა შემოქმედებითი პროცესები აქვს. აი რაღაც შემოქმედებაში, ეს პირველად მიწერია ჩემ ძველ მანიფესტაციის მერე, მინდა რომ შემოქმედებით ცხოვრობდე. მე წამოვედი Volt-იდან და დავიწყე რაღაც ახალი რაღაცების სწავლა და ეს ძალიან ნელ-ნელა აზრად არ მქონია, რომ აქ ვიქნებოდი მართლა. მე უფრო მეგონა რაღაცა დიზაინში წავიდოდი, ინტერიერის დიზაინი, კურსიც კი გავიარე. ძალიან შემთხვევით მოხვდი აქ. ჯერ იყო Cosmic Rocks-ით ასტროლოგიური, ეზოთერიული მიმართულება იყო, ნელ-ნელა გადაერთო ეს ყველაფერი და ნუ Cosmic Rocks ჩემთან ერთად იცვლება და ალბათ ის გამომწერები, რომ თავიდან იყვნენ ცოტა გაუგნებულები არიან, სად არიან ახლა, რა არხზე არიან, მაგრამ ეხლა მეტად არის ფსიქოლოგია, ადამიანის განვითარება, რასაც მე გავდივარ სიღრმისეულ პროცესებს, პრინციპში ყველაფერი აისახება ჩემს გვერდზე. და აი ეს მომენტი, როცა შენ გარკვეულ სიამაყეს და სიამოვნებას იღებ, რომ რაღაცა წვლილი გაქვს ადამიანის გაუმჯობესებაში, რაღაც მიმართულებით, ხო, კარიერული იქნება თუ პიროვნული იქნება, ეს დავიჭერე საკუთარ თავში. ამას ვაკეთებ, როდესაც 3 საათიანი დაახლოებით ჩვენი შეხვედრებით, ამას ისეთი ანთებული ვატარებ თითოეულ შეხვედრას, რომ ჩემი ერთ-ერთი ერთხელ შეეწო ჩემ ქვე, რომ შენო შეგიძლიაო მთელი დღეო მე მგონია, რომ ეს ჩაატარო. ძალიან დიდ რესურსს ვიღებ მე თვითონ ამ ყველაფრიდან. კი, როდესაც გიყვარს საკუთარი საქმე, მგონია, რომ შეუძლებელია დაიღალო ან რაღაცამ დაგღალოს. ეხა გვიყურებენ ან გვისმენენ და უჩნდებათ ესე იგი კითხვა, კი, მაგრამ მე როგორ დავიწყო? აი, არასასრულ სამსახურში ვარ. რა რჩევას მიცემდი? საიდან დაიწყოს? რა კითხვა დასვას? პირველი მე მოგცემდით ესეთ რჩევას, რომ ჯერ გაიგეთ სად ხართ. რომ ბევრს ისიც არ აქვს გაცნობიერებული სად არის, რატო არის იქ სადაც არის და რა უნდა. ერთი ესეთი ტექნიკა, ამას ყველას ვურჩევ, არის მაღვიძარას ტექნიკა. ყოველ დილას 2 კვირის მანძილზე დააყენეთ მაღვიძარა დღეში 3 ჯერ სხვადასხვა დროს. ოღონდ ყოველ დღე სხვადასხვა დრო უნდა იყოს. და როგორც კი დარეკავს, ჩაინიშნეთ სადმე, რას გრძნობდით, რაზე ფიქრობდით და სხეულში რა განცდა იყო. ეს არის უბრალოდ საკუთარ თავზე დაკვირვება. რა ფიქრები არის ჩემში, რა მდგომარეობა არის ემოციური და სხეულში რას გრძნობ. უბრალოდ გავერკვე მე რა დინამიკაში ვცხოვრობ. და მეორე, თუ კი მინდა რომ რაღაცა შევცვალო, დავუსვა საკუთარ თავს, რომ დღეს რა შემიძლია გავაკეთო ისეთი, აი ერთი ნაბიჯი, რაც
დამეხმარება იმაში, რომ მიუახლოვდე ჩემს სასურველ რეალობას. პირობითად ახალი სამსახური მინდა, ამისთვის უნდა ვისწავლო უცხო ენა, იმიტომ რომ უცხო კომპანიაში მინდა მუშაობა. აპლიკაციას გამოვიწერ უფასოს, რომელიც დამეხმარება მე ვისწავლო უცხო ენა. ყოველთვის არის გამოსავალი. ეს უნდა ახსოვდეს ყველა ადამიანს, რომ გამოსავალი ყოველთვის არის. უბრალოდ სხვა პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ. კი. გამოსავალი იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი სასურველი მომავალი, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, სად ვარ ახლა საერთოდ და რა მინდა უბრალოდ რეალურად. მედია ძალიან საინტერესოა შენთან საუბარი, იმიტომ რომ რა ვიცი, ისე ამოგვეწურა 1 საათით, რომ ვერც კი შევატყვე. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ვიყავით ჩემი სტუმარი და ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ, ძალიან კარგ საქმეს აკეთებ. ძალიან მეიმედება უკვე ის ადამიანები, ვინც გამოღვიძებაში ვეღარ მოვლენ, იმიტომ რომ ჩვენა პროგრამას არ ჩაუშვებთ, იმიტომ რომ აღმოგაჩინე გიპოვე და ძალიან საინტერესო პროგრამა შემიძლია ჩემს მერაკელებს, როგორც თქვა, ესე შევთავაზო. თუ გაქვს ერთი რაღაცა ისეთი, რომელსაც ადამიანს ეტყოდი, რომ ეს ერთი გაითვალისწინე და შენი ცხოვრება დაიწყებს ცვლილებას. კი, ერთი თუ შეიძლება რომ ერთი იყოს, ბევრია, მაგრამ ერთი არის აირჩიე ყოველ საკუთარი თავი. პირველ ეტაპზე შეიძლება ჟღერდეს ეგოისტურად, მაგრამ არა, ეცადეთ ერთი დღე იცხოვროთ ისე, თითქოს საკუთარ თავზე ძვირფასი არაფერი არ გაგაჩნია ცხოვრებაში. ეს არის რაღაცა არსება, რომელსაც უნდა მოუვარო მთელი დღე და როგორ მოიქცეოდი საკუთარ თავს. ყველაფერი იწყება არჩევანიდან. თუ მე ვირჩევ საკუთარ თავს, მე არ დავრჩები ტოქსიკურ ურთიერთობაში. თუ მე ვირჩევ საკუთარ თავს, მე არ დავრჩები სამსახურში, სადაც არ მაფასებენ. თუ მე ვირჩევ საკუთარ თავს, მე არ მოვიხმარ ისეთ ნივთიერებებს, ისეთ საკვებს, რომელიც მე მავნებს და ესე შემიძლია სია ძალიან უსასრულოდ გავაგრძელო. ამიტომაც მოეკეცით საკუთარ თავს როგორც ყველაზე ძვირფას, რაც გაგაჩნიათ და არჩევანი ყოველთვის გააკეთეთ საკუთარი თავიდან. რა საინტერესო. ეხა უცებ ძალიან ხშირად მწერენ გოგოები ინსტაგრამზე, როგორ სასურველი პარტნიორი და ერთხელ დაუბრუნე ესეთი კითხვა ერთ გოგოს, რომ როგორ ჩენ ექცევი საკუთარ თავს, ისე რომ პარტნიორი მოგექცეს, მოგეწონებოდა და ტირილი დავიწყეო. რა საინტერესოა. მადლობა ამ გათვითცნობიერებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ის მესიჯი, რაც მე მგონი ძალიან ბევრ ადამიანის ცხოვრებას შეცვლის, იმიტომ რომ აერჩიონ საკუთარი თავი და აღარ დარჩებიან იქ, სადაც ხო, მათი ადგილი არ არის, მაგრამ რჩება მაინც, იმიტომ რომ ესე თუ ისე ეს ემსახურება მას წლების მანძილზე. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა. უბრალოდ ძალიან მინდა ვთქვა ესეთი რაღაცა, რაც მე რა კი დავაფუძნე, არასოდეს არ მითანამშრომლია იმ კომპანიებთან ან არ ვიცი, ორგანიზაციებთან და ამ შემდეგ, რომელსაც მე პირადად არ ვენდობოდი. არასოდეს არ გამიწევია რაღაცაზე რეკომენდაცია, რომელიც საკუთარ თავზე არ დამიწესდავს, არ გამომიცდია და Sunflowers-ი არის ადგილი, რომელსაც პირადად მე წლებია ვირჩევ და მას განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა, რომ არის ჩვენი სპონსორი და მედია ეს ძალიან ლამაზი ყვავილები მინდა გადამოგცე. ძალიან დიდი მადლობა. ულამაზესიდან ჩემი საყვარელი ფერი. ძალიან მიხარია. ჩვენ ყავს კიდევ ერთი სპონსორი, ეს არის Ops Online მაღაზია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ორიგინალი პროდუქტები ვიქტორია სეკრეტის გამოწერო და ასევე ჩვენ სპონსორისგან ეს ძალიან დიდი მადლობა ამდენი საჩუქრისთვის. უღრმესი მადლობა. პირიქით, მადლობა შენ. შეიძლება манифестация იყოს, შეიძლება ყვავილები ნამდვილად манифестация იყო, როგორც გითხარი, ზუსტად ეს ფერი მაქვს ყოველთვის სახში, დღეს უნდა მეყიდა ახალი ფერი. მიხარია, არ მოგიწევს ყიდვა. ძალიან დიდი მადლობა, პირიქით, მადლობა.